მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ეს მოლაპარაკებების დაწყება, მოლაპარაკებების თანხმობის განცხადება რუსეთის მხრიდან ეს არ არის რუსეთისთვის კარგი ცხოვრების მაჩვენებელი. ის დათანხმდა მოლაპარაკებას, იძულებული იყო დათანხმებულიყო ამ მოლაპარაკებას, ვინაიდან არც დიპლომატიური და არც სამხედრო და არც ეკონომიკური მიმართულებებით მას ამჯერად წარმატებები არ გააჩნდა. ერთადერთი რისი ნაკლებად ვიტყვი სიმართლის გრძნობა გამაჩნია არის ის რომ უკრაინა არ დაჩეს ამ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთზე რუსეთთან. არამედ შემთხვევაში მე უკრაინას ყოველთვის მუდმივად უნდა უმაგრებდეს ზურგს დასავლეთი შეიძლება იყოს ევროპა, შეიძლება იყოს ამერიკა, მაგრამ რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობის არის ის რომ გადაწყვეტილება ორივე მხრიდან მიღებული არის. ამას დიდი ხანი აცხადებდა უკრაინა. რუსეთი ბოლო ისე სტამბოლის მოლაპარაკების დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი. ეს გარკვეულწილად რაღაც შიდა აუდიტორიასთვის იმის ჩვენება რომ ჩვენი პირობები გვაქვს და ჩვენ ამ პირობებს ვაიძულებთ რომ ჩვენ ამ პირობებზე წამოვიდეს მოწინააღმდეგე მხარე. მაგრამ ფაქტი არის ერთი ნამდვილად რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში. მაგრამ ასევე დიდი მოლოდინები და წინასწარი მოლოდინები აი ამ მოლაპარაკებების ძალით აი კონფლიქტის დასრულებაზე, ამ დაპირისპირების მალე დასრულებაზე მე ამაზე იმედი არ გამაჩნია. უბრალოდ შეგახსენებდით რომ მაყურებელს რომ მაგალითად ვიეტნამის ომში სამშვიდობო მოლაპარაკებები 5 წელი გრძელდებოდა, კორეაში ეს 2 წელი გრძელდებოდა. ეს როდესაც ესეთი დიდი 3 წლიანი დაპირისპირება არის და 2000 კილომეტრიან ფრონტზეა საუბარი, რა თქმა უნდა ეს მოლაპარაკებები ერთი ხელის დარტყმით არ შეიძლება დასრულდეს. კი ბატონო, სხვათა შორის ერმაკის დღევანდელი კომენტარიც ამას ეხებოდა, რომ ჯერ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მივიღოთ და შემდეგ ყველაფერი დანარჩენიო, ბუნებრივია უნდობლობას იწვევს, ხომ ეხა არავის არ გვიკვირს პუტინის განცხადებები. მაგრამ აი თუ გავითვალისწინებთ იმას, ბატონო ვახტანგ, რა ტიპის მხარდაჭერასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ დასავლეთის მხრიდან, იგივე მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრა, ხო ის და ზოგადად ევროპელი ლიდერების ის კადრები, რომელსაც ვუყურებ, სადაც ჩანს მართლაც ნამდვილად მათი დამოკიდებულება და მხარდაჭერა, სწორედ როგორც პერსონალურად ზელენსკისადმი, ასევე უკრაინისადმი, რამდენად არის ეს დამაიმედებელი, რომ რაღაცნაირად მოხერხდეს რუსეთის კუთხეში მიყენება. ეს ტერმინი იმიტომ გამოვიყენე, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, პუტინის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ არის კარგ მდგომარეობაში და მინიმუმ ალბათ იმაზე ცუდ ვითარებაში არის, როგორიც შესაძლოა იყო 6 თვის წინ, თუნდაც მაგალითად. სამწუხაროდ ბოლო ფრაგმენტი თქვენი მკითხვის ვერ გავიგე, თუმცა არსი გასაგები არის. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და სწორედ ამ მხარდაჭერის გამო არის ის, რომ რუსეთი დათანხმდა ამ მოლაპარაკებებზე. ეს რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ასევე ძალიან მყარი და ესეთი აქტიური პოზიცია, რომელიც გააჩნიათ მაკრონს, რომელიც გააჩნიათ დიდ ბრიტანეთს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აძლევს იმის საშუალებას უკრაინას, რომ ძლიერი მხრიდან, ძლიერი პოზიციიდან ესაუბროს რუსეთს. უნდა გვავიწყდება, რომ როდესაც ომის სახე არის გაჭიმულ ომზეა საუბარი და გამოფიტვაზე ომზეა საუბარი, აქ არ არის გადამწყვეტი ის თუ რა ძალები გყავს შენ ფრონტზე. აქ არის საუბარი იმაზე თუ რა რესურსი არ აგაქვს შენ ჯერ კიდევ გამოყენებული. და ეს რესურსი ევროპის სახით და დასავლეთის სახით, ხო, უკრაინას ძალიან დიდი აქვს. ძირითადად ეს ტექნოლოგიურ, ფინანსურ და ეკონომიკურ ხარეს ეხება. და აი ეს რაც ასევე მნიშვნელოვანია ომში გამარჯვებისთვის. რუსეთის რესურსები ეწურება ამაზე ისიც მეტყველებს ჩრდილოკორეული დახმარების მასშტაბების გაზრდა ამაზეც მეტყველებს. ამის რეალური შანსი არსებობს.
კი ბატონო, სხვათა შორის ბატონ ვახტანგ ზახაროვამაც, მარია ზახაროვამაც ახსენა, რომ ზავი ჯერ დავილაპარაკოთო კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს და მერე უკვე ზავზეოთ. აი ეს მინდა გკითხოთ, ალბათ თქვენც და არ ვიცი, არავის ეჭვი არ გვეპარება, რომ თუნდაც აი ეს მოლაპარაკებების დრო დაუბრუნდეს რუსეთი უკრაინა ერთ-ერთზე მოლაპარაკებებს, არავინ არ დაუშვებს, რომ რაღაცნაირად ეს მოლაპარაკებები ისე დასრულდეს, რომ პუტინმა ეს რაღაც თავის გამარჯვებად გაასაღოს. როგორ უნდა გაფორმდეს მაშინ, თუნდაც აი ამ მოლაპარაკებების შედეგად, აი ამ კონფლიქტის დასრულება ისე, რომ პუტინი გამოჩნდეს დამარცხებული აი ამ ომში. რა შეიძლება იყოს ეს? ხო, ბედნიერ ნამდვილად არა ვარ ჩემი და ზახაროვას აზრებით ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც გახსოვთ, რუსეთს აბსოლუტურად სხვა მიდგომები ჰქონდა აი ამ მოლაპარაკებებზე საუბრის დასაწყისში, თავის პრინციპებს, თავის მოთხოვნებს აყენებდა წინა პლანზე და ზოგადად კომპრომისი, რომელიც ნიშნავს, რომ ორივე მხარე რაღაც გარკვეულ ხმობს საერთო მიზნის მიღწევისთვის, ორივესთვის დამაკმაყოფილებელი მიზნის მიღწევისთვის, ეს რუსებისთვის არ მუშაობს. რუსებისთვის კომპრომისი არის ის, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე თმობს ყველაფერს და რუსეთი იღებს ყველაფერს იმას, რაც მას უნდა. ეს მათი ზოგადად დიპლომატიის დამახასიათებელი არის. უშუალოდ რაც შეეხება ვითარებას, რაც შეეხება რა თქმა უნდა, როდესაც არ იქნება ეს ხო, ნუ დაგვავიწყდება, რომ 2000 კილომეტრი გადაჭიმულ ფრონტზე იქ პროვოკაციები მუდმივად იქნება. ეს მარტო ამ ომს არ ეხება, ეს ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტასთვის დამახასიათებელი ნიშნები არის ეს. იქნება გამუდმებით რაღაც გარკვეული პროვოკაციები, იქნება გამუდმებით რაღაც გარკვეული ნოტების გაგზავნა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ორივე მხარისთვის. და აი აქ რა თქმა უნდა მოლაპარაკებები წამოვა წინა პლანზე. ვიმეორებ, რომ უკრაინა არ უნდა დარჩეს ერთ-ერთზე რუსეთთან ამ მოლაპარაკებებში. არავითარი ეს გაეხება რა თქმა უნდა ამერიკას უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ხელის დაბანა არ უნდა მოხდეს. ხელების დაბანა თქვას, რომ დავამთავრე, მე მივახციე ჩემ მიზანს, აი ცეცხლის შეწყვეტილი, ეს არ არის ესე. და ამის გარდა ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტას უნდა ქონდეს თავისი ფოლადის გარანტიები. აი ეს რა გარანტიები იქნება ამ ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აი ვინ იქნება ეს გარანტორი აი ამ ცეცხლის შეწყვეტის.